ნუშის სექტორში მთავარი გამოწვევა კადრების კომპეტენცია. ამის შესახებ იბერ კომპანიის ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი ლევან დიასამიძე BMG TV-ს გადაცემა ბიზნესის კვირეულში საუბრობს. ის ამბობს, რომ ამის გამო ესპანელი კონსულტანტების დაქირავება მოუწიათ და შედეგიც მიიღეს. კომპანიამ შეძლო და თავდაპირველ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდა. მოსავლიანობა ამ ეტაპზე წლიური 370 ტონა. საბოლოოდ კი იბერ კომპანია 1000 ტონამდე ასვლას გეგმავს. 2025 წლის სამთვეში საქართველოს 10.900.000 დოლარი 7.900 ტონა მზეს უმზირეს ზეთი იყიდა, რაც თანხაში გასული წლის მონაცემს 21.6%-ით აღემატება, რაოდენობრივად კი 8.3%-ით ნაკლებია. საქსტატის იმპორტის მონაცემები აჩვენებს, რომ წელს საქართველოს ზეთის იმპორტი 39.2%-ით გაუძვრდა. 2025 წელს 1 ლიტრის ფასი $1.28 იყო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 99 ცენტი. საქართველოში ცხრების ექსპორტი გაიზარდა. საქსტატის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით 2025 წელს სამთვეში საქართველოს 3.200.000 დოლარის ღირებულების 811 ტონა ცხვარი გაყიდა, მაშინ როდესაც 2024 წელს ანალოგიურ პერიოდში 991.000 დოლარის 308 ტონა ცხვარი ჰქონდა გაყიდული. აღნიშნული მონაცემებით ცხადყოფს, რომ საქართველოს ცხრების ექსპორტი 173.3%-ით გაიზარდა, ხოლო შემოსავალი 251%-ით. სამთვეში საქართველოს სამ ქვეყანაში ივაჭა, კერძოდ საუდის არაბეთში, ქუვეითში და აზერბაიჯანში. ამ ბაზრებიდან ქვეყნისთვის ლიდერი ექსპორტიორი ქვეყანა საუდის არაბეთია. ახმეტაში მდებარე ლაგვანის მარნის დამფუძნებლის სანათა წიწუაშვილის შეფასებით წელს ტურისტული სეზონი ევროპელი ტურისტების ნაკლებობით, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთიდან, იაპონიიდან და განსაკუთრებით ისრაელიდან გაზრდილი ვიზიტებით გამოირჩევა. ამის შესახებ BMG TV-ს გადაცემაში ქალების ნარატივში ტურისტულ ტენდენციების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, აპრილი იმდენად ინტენსიურად დაიწყო, რომ წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან თითქმის თანაბარი აქტივობა ფიქსირდება. განსაკუთრებული ზრდა შეინიშნება ისრაელიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობაში, მარნისთვის ისტორიული შედეგია. ობიექტის მფლობელი აღნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები ინტერესს ყველაფრისად მიიჩენენ და ხარჯვის თვალსაზრისითაც ხელგაშლილები არიან. მისივე განმარტებით წელს ფრანგ და იტალიელ ტურისტებზე ორიენტირებული ტურისტული კომპანიების მხრიდან ინტერესი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც წინა სეზონთან შედარებით შესამჩნევია. შეგახსენებთ, რომ ახმეტაში მდებარე ლაგვანის მარანი ადგილობრივ თუ საერთაშორისო ვიზიტორებს მათივე წარმოებული ღვინის თანხლებით გასტროტურების მრავალფეროვან ვარიაციას ახვედრებს. უამბობს იმ ტრადიციებსა და კულტურულ ფასეულობებზე, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მათ რეგიონში ქართული სტუმარ-მასპინძლობის ისტორიას წერდა. 26 აპრილს არქი რუსთავის საცხოვრებელი კომპლექსის დიდი ფასდაკლების დღეზე ერთ დღეში ყველა დროის რეკორდული რაოდენობის 201 ბინა გაიყიდა. არქის ფილარმონიის ოფისს დილიდანვე უამრავი დაინტერესებული ადამიანი ესტუმრა, რათა საოცნებო სახლი წარმოუდგენელ ფასად შეეძინათ. დღის ბოლოს კი არქის დიდ ოჯახს 750-მდე ახალი არქელი შეუერთდა. დიდი ფასდაკლების დღე არქის ტრადიციაა, რომელსაც კომპანია კონკრეტული საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყებისას მართავს. ამ დღეს მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა არქის ახალ პროექტში ბინა ისეთ ფასად შეიძინოს, რომელიც სხვა დროს აღარ განმეორდება. არქი რუსთავი მდებარეობს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ადგილას ქალაქში, ლეონიძის 38 ნომერში, საიდანაც ახლოს არის ყველა საჭირო ობიექტი. საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს 8 საცხოვრებელ სახლს, 10,000 კვადრატული მეტრის გამწვანებულ ეზოს, ფიტნეს დარბაზს, საბავშვო და სპორტულ ზონას, კომერციულ სივრცეს, ღია და დახურულ ავტოსადგომს.